როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, იქნება ეს რიგითი თუ რიგარეში არჩევნები. არჩევნები თანხმდებით რომ იქნება. ხომ იქნება. ჩვენ გვინდა რომ კალენდრით 2020. როცა არ უნდა იყოს რიგარეში მე იმედი მაქვს, ხო? რიგითი რიგარეში ხო იქნება. დიახაც. ჩვენ უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებაზე გამოსავალი იმ ვითარებაში, სადაც სახელმწიფო არის მიტაცებული. არ შეიძლება ერთი და იგივეს კეთებით შენ კონდეს რა მომხდებას უნდა შესთავაზო, რომ დაგინახოს საერთაშორისო თანამეგობრობა არ აგირჩევს. ნიშნავანია მათთანაც არის დაკავშირებული, რასაც ვამბობ. ერთი და იგივეს კეთებით ქართულმა ოპოზიციამ არ შეიძლება მიიღოს განსხვავებული შედეგი. არ არჩევდა ზოგადად, არ შეიძლება ერთი იგივე აკეთო გამოდვებით და შედეგს ელოდებოდა რომ სხვა დადგება. მოლდოვაში რა მოხდა? ძალიან მოკლედ ვიტყვი. 2021 წელს მოლდოვას ოპოზიციამ საერთაშორისო მეგობრების ორგანიზაციების და ამ არ დაკონკრეტები ვინ როგორანაირად ძალიან მოკლე დროში ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრებთ. დიახაც მიიღოს შესაბამისი მხარდაჭერა და აიძულეს ხელისუფლება რომ გამარტივებული წესით მოლდოվել ემიგრანტებს არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. შედეგად იცით რა მოხდა ძვირფასო მეგობრებო? 2021 წელს და რატომაც გახდა ქალბატონი სანდო პრეზიდენტი. 280,000 მოლდოველი მივიდა ემიგრაციაში მყოფი საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე და ხმა მიცა ოპოზიციას და მოიგო 90% აიღო ხმა. ახლა რა ხდებოდა საქართველოში 2020 წელს გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც რაოდენობა ემიგრანტების კიდევ უფრო მეტია ვიდრე მოლდოვაში. სულ ქართველი ემიგრანტი 12,000 მივიდა არჩევნებზე. აქ უნდა ვიტყვი. აი ეს არის თქვენი კამპანია. 12,000 ემიგრანტი მივიდა არჩევნებზე. ზღვაში წვეთი. ჩვენ რატო ვანიჭებთ? თან უნდა მივანიჭოთ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა და უპირატესობა. ერთი, რომ ქვეყნის გარეთ შარშან უკვე 91,000 ქართველი გავიდა ოფიციალური მონაცემებით. წლის ბოლომდე ვარაუდობენ რომ 100,000-მდე ქართველი კიდე გადატოვებს ქვეყანას. სულ რომ სამართლიანი არჩევნები ჩაატაროთ, ახლა თქვენ ფიზიკურად აქ ხალხი არჩევთ. და როდესაც შენ იცი რომ ემიგრაციის ძალით ქართულ ეკონომიკაში მსხვილი პორცია აქვს ქართულ ემიგრანტებს, რიცხავენ ფულს, ინახავენ ოჯახებს და შენ არ აძლევ უფლებას ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღებისა, ეს სტატუსკო უნდა შეიცვალოს. როგორ? ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ. რაც გაკეთა მოლდოვაში. დიახაც, ქართულმა ოპოზიციამ როცა იქნება კიდევ ერთხელ ხალხს უსვამ, როდესაც ჩვენ ამ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს მიშა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სხვა გამოწვევებს, რაც სასწრაფო საგვარებელია, მოვაგვარებთ. დიახაც, რიგით იქნება თუ რიგარეში არჩევნები ქართულმა ოპოზიციამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ უნდა ჩაატარო. როგორც შენ კამპანიურ შეხვედრას ატარებ ქუთაისში და როგორც შენ ყავს ქუთაისის პარტიის თავმჯდომარე და შტაბი ყავს, ისე უნდა ყავდეს ათენში, ისე უნდა ყავდეს იტალიაში, ისე უნდა ყავდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასე შემდეგ. რიგითი იქნება რიგარეშეო აბო პოლიტიკური დამკვირვებელი ხომ არ ხარ პროცესში. შენ არ გაქვს პროცესზე წარმოდგენა რიგარეშე იქნება რიგითი. თქვენ ახლა მე რაც მოვყევი არ მომისმინეთ ყურადღება. ეს გახდება გარღვევა. არათუ მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდება. როდესაც მოლდოვაში 300,000-მდე მივიდა და როგორ მივიდა? შესაბამისი რეფორმა ჩატარდა და ამ ყველაფერში ლომისული ითამაშა საერთაშორისო პარტნიორები და მოთელილია პირველადი სამუშაოები უკვე. ცოტა ხანში ამ ყველაფერთან დაკავშირებით ძალიან დეტალურად ვისაუბრებთ და საქართველოსდან მაქსიმუმ იღებს 12,000 მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობას და კიდევ უფრო იზრდება ეს რაოდენობა. დიანა და ბიძინა ივანიშვილი არის ბედნიერი, იმიტომ რომ იცლება ქვეყანას სისხლისგან, ხალხი გადის გარეთ. დღეს შეიძლება პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარისთვის საზღვარგარეთ პირდაპირ გეუბნებით, ახლა არ ჩათვალოთ რომ იუმორით გაზავებულია ეს ნათქვამი. იქ მყოფმა უფრო მეტ ამორჩეველთან დაამყაროს კომუნიკაცია, ვიდრე ქვეყნის შიგნით იმდენი ადამიანები გადიან. ახლა ვარშავის გავლით მომიწია ვილნიუსში ჩასვლა. ნახევარი ირენა თვითმფრინავი ჩანდა რომ მიდიოდნენ მრავალი წლით დასარჩენად. ძალიან ბევრი მიდიან. ძალიან ბევრი. ჩემს ცხოვრებაში ესეთი მტკინვეული
კადრი პირველად მინახავს ჯგუფი, რომელიც მიდის დასასვენებლად ერთად, მინახავს ჯგუფი, რომლებიც მიდიან ეგრეთ წოდებულ საზაფხულო სკოლებში, მოწაფეებით დაკომპლექტებული, მაგრამ პირველად ნახე ჯგუფი დაახლოებით 30 ქალბატონისგან შემდგარი, რომელთა ნაწილი ჩანდა, რომ პირველად იყო საერთოდ თვითმფრინავშიც კი და აეროპორტში პირველად დავინახე ვარშავაში, ყავდა ჯგუფხელი, რომელსაც 30-მდე ქართველი დედა მიყავდა, დედა ჩემის ასაკის და ცოტა უფროსი და უმცროსებიც იყვნენ. და ჩანდა, რომ მიყავდათ რა ტიპის სამუშაოების შესასრულებლად, ჩემზე კარგად იცით, ხო? მე პირველად ვთქვი, არ მინახავს. ეს იყო მართლაც ტრაგიკული სანახაობა და ეს ხდება ყოველდღიურად. ამიტომ ვალდებულება, შეიძლება ხა ბერს მოეჩვენოს, დიახაც, ჩვენ ქართულ ოპოზიციას გვიწევს ერთდროულად ყველა მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებაზე მუშაობა და ეს იქნება გარღვევა, ეს იქნება სამართლიანი. ამით ჩვენ დავაბრუნეთ რწმენას ამ პროცესებისადმი, რასაც მე არ ვალავ და ვეუბნები ჩვენს უცხოელ პარტიორებს, რომ თქვენ გნებავთ, რომ ქართულ ხალხში დააბრუნდეს, გაჭირვებით, მაგრამ დააბრუნდეს ნდობა დემოკრატიული პროცესებისადმი, მაპატიეთ, მაგრამ მხოლოდ ევროპაში, როდესაც მილიონზე მეტი ქართველია და მათ არ ეძლევათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, უნდა დაგვეხმაროთ, ისევე როგორც დაეხმარეთ მოლდოველებს. და ეს პროცესი უკვე დაძრუნდა. ანუ თქვენ ახლა ეს იქნება თემა, რომელზეც ეს გადამწყვეტი აი ფინიშიო. გადაცემის დასაწყისში თქვენ ახსენეთ, რომ ფინიში სწორს ვატო. საიდან ხარ? მე თქვენ ახლა დაბრუნდით ბალტიის ქვეყნებში იყავით და იქ მედიას მიეცით ინტერვიუ, სადაც მათ შორის უკრაინის თემით გაქვთ იმედი, რომ უკრაინის თემა იქნება პირდაპირ გავლენის მომხდენი, აქ ივანიშვილის ხელისუფლება წავა თუ არა ხელისუფლებიდან და ტერმინი დამკვიდრდა ევროპაში. წყალგამყოფია გავლებული, დიახაც, და საერთაშორისო ურთიერთობების მიმოხილველები, ექსპერტები მარტივად ახდენენ თავიანთ საქმეს გასაგებად მოსახლეობისთვის. ორი მხარეაო. The West or the rest. ან დასავლეთი, ან სხვა დანარჩენი. დღეს სამწუხაროდ ჩვენ არ ვართ დასავლეთი, ეს არის ფაქტი. ჩვენ ვართ სხვა დანარჩენში, ამ წუთის მდგომარეობით. ჩვენ აქ არ დავჩერდებით. დიახაც, ზოგჯერ შენ გიწევს, ხანდახან გიწევს ერთი და იგივე ბრძოლის მოგება, დიანა. ერთი და იგივე ბრძოლის მოგება გიწევს იმისათვის, რომ საბოლოო გამარჯვებას მიაღწიოს. შენი მთავარი ოპონენტი უკრაინამ და ოპოზიციას დაგსაქსავდა, ოპოზიციას შორის ჩამოაგდებდა შუღს, დააშორიშორებდა ერთმანეთს ამ ჯგუფებს, ხო? მე დარწმუნებული ვარ, იქ სადაც იქნება გადამწყვეტი საკითხები, განსახილველად, გადამწყვეტი ბრძოლა, რეალური ოპოზიციური ძალები, საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად დავდგებით ერთად, იმიტომ რომ ივანიშვილის უკრაინელების იმედად ყოფნა, უკრაინელების იმედად ყოფნა დიანა, მხოლოდ უკრაინელების იმედად ყოფნა ამორალურობაც არის, გესმით? როდესაც საკუთარ შვილებს და დედებს წირავენ და შენ იქ წამოკოტრიალებული ხარ მუცუბიძეს მესამე პლატოზე ან ნებისმიერ სადაც მე ვცხოვრობ ხო პულტით ხელში და ელოდები შედეგი როგორი იქნება, რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებდა თავშივე, მაგრამ იმდენი მოახერხა რომ გაწყვიტა უკვე ყველანაირი თეორიული ძაფიც კი ურთიერთობის აღსადგენი უკრაინის ხელისუფლებასთან, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიურები, საზოგადოებას უნდა დავანახოთ მომავალი, საზოგადოებას უნდა დავანახოთ პროცესი, სად მივდივართ, როდესაც მე თქვენ გეკითხებით, სად წამოხვალ დიანა, თქვენ უნდა ვკითხოთ, სად და უნდა იცოდეთ, სად მისამართი საბოლოო უნდა იცოდეთ. დღეს სამწუხაროდ მე როდესაც კითხვას ვსვამ, მოდი ხარ შენ? ზანგვიანი ამ ტიპის კომუნიკაცია თქვენი დამორჩევის. არა, დამორჩევას არ ეხება ეს ხოლმე, როგორ ეკადრებათ, ეხლა რა არის გვიანი ეს დიანა? ეს არის ბრძოლა, რომელიც გრძელი დამქანცველი, ეხლა მაპატიეთ, ეხლა იცვლება წლიდან წლამდე მდგომარეობა მძიმდება და საზოგადოების ნაწილს უნდა ანახო მკაფიოდ, რომ ჩიტი ბდღნად ღირს, რომ ბრძოლა ღირს, იმედი უნდა ჩაუსახოთ, რომელიც არსებობს და თუ კი ვინმე არ იცის, მე იმ ადამიანებს გულისხმობ, რა არის ჩვენი საბოლოო, ასე ვთქვათ, მიმართულება, აი ეს უნდა გავაგებიოთ და როდესაც შენ ამორჩეველი ყველა გეყოლება საქმის კურსში თუ სად მიდიხარ, აი ამ მანძილის დასაფარად ის
უკვე გაგებით მოგეკიდება რომ შეიძლება ტრანსპორტის ერთი სახეობა დაგჭირდეს, მეორე სახეობა დაგჭირდეს. ამ მანძილის დასაფარად ნიკა შეხედავ თავს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ ამ მანძილის ამ კითხვებს პირდაპირ გეუბნებით რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოწუროთ ხო მე არასოდეს არა გუწევად არ მისაუბრია მე ამ პარტიაში ვარ 8 წლის განმავლობაში და მგონია თავდაბლობის გარეშე ძალიან ბევრი გავაკეთე და დიდი სიამოვნებით გავაკეთე და ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე და ძალიან ბევრი ამორჩეველი შევძინე ათასობით ამორჩეველი ახალი და თვლი რომ ვისთვის გინდა ჩვენი ცვლილებები ახალგაზრდების გარეშე ცვლილება რა გინდა იმიტომ რომ არც თუ ისე უსამართლოდ ბევრი ახალგაზრდისთვის ცვლილება ყოველთვის არ ნიშნავს უკეთესობას არის კატეგორია ახალგაზრდებისას, რომელსაც უნდა დაანახო კონკრეტულად სად მიდიხარ. ამიტომ ხა საუბარი იმაზე, რაც ქართულ ოცნებას სულს არიან ადამიანები ხა რომლებიც საუბრობენ. მე მეცვის. დისტანციაზე განმავლობაში რო ვარ პარტიაში. ამ როლში თქვენს თავს. მე არ იქ სადაც ვარ, სანამ ხედავ რომ ამ ქვეყნისთვის, ამ პარტიისთვის დიდი სიკეთის მომტანი ვარ. დიახაც. მანამ ვარ. და არც მიფიქრია სერიოზულად არც გამივლია თავში სხვაგვარად ეს ქართულ ოცნებას უნდა რომ ეს ოცნება აუხდეს ნიკა ბოლო კითხვა მინდა არიან ადამიანები ხა ამ წლების განმავლობაში არიან ადამიანები რომლებიც მე პარტიის რიგებში მოკლედ აღარ არიან და მომიწია მათთან დაშორება არიან ადამიანები რომლებიც ჩემის აზრით სამართლიანად გავანაწყენე და არ ჩავსვი ამა თუ იმ საარჩევნო სიაში ადგილობრივში არიან ადამიანები რომლებიც მოკლედ ამორალურ ქმედებებში ვამხილე ისე რომ საჯაროდ ეს თქვენ არ გაგეთ ეს ყველა ადამიანი განაწყენებული ხან ერთ ალთამხრიდან ხან ბალთამხრიდან ცდილობენ რომ ამღრეულ წყალში რაღაცა დაიჭირონ მაგრამ მე თავიდან ბოლომდე დღიდან ამ პარტიაში მოსვლისა განსაკუთრებით როცა უამრავ მეგობარი შევიძინე განსაკუთრებით როდესაც მიხეილ სააკაშვილი არის იქ სანამ არის ხო რას ლაპარაკობ თავში გაილბებაც არ შემიძლია იმ აზრისა. იმიტომ რომ გონია თუ რამე ღალატი იქნება და თუ რამე დაასუსტებს ახლა ნაციონალურ მოძრაობას, იქნება ის რაც ვერ გააკეთა. არ ვიცი რამდენად არის ბოლო კითხვისთვის. ქართულმა ოცნებამ სხვათა შორის 16 წლიდან 18 წლიდან 20 წლიდან პირველი შემთხვევა არის 21 პირველი არჩევნები იყო, როდესაც ვერ გატეხა პარტია. არა და დიდ რესურს ხარჯავს. ნიკა, მინდა აუცილებლად კითხო, ძალიან პოპულარულია ჩვენი ეთერი წლების წინ და ძალიან ხშირად მეორე დამეთერს. საქმელი მექნება დიანა, მე საზოგადოებას ცემ საკმარის პატივს. პირველ რიგში ნაციონალურ მოძრაობის ამორჩევას. არა, მე რა დავიტოვე გეუბნებით რომ ვარ პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც საკუთარ ძალებში აქვს რწმენა და ვიცი რომ ჩემთან ერთად და მე პარტიასთან ერთად პარტია ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე პარტია ჩემს გარეშე. ეხლა მე თუ მინდა ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, ოცნება ავუხტინო, ხო? მაშინ სხვანაირად იქცევიან, არა? მინდა კითხოთ ბოლოს აუცილებლად, ეს არის მე ვახსენე ჩვენი ეთერი, რომელსაც ძალიან ხშირად იხსენებენ წლების წინანდელი, როდესაც თქვენ აკრიტიკებდით კეზერაშვილს იმედზე ვნახე რამდენჯერმე ეს კომენტარი და მოგეთ გადაცემაში არის. კი, ჩემს გადაცემაში იყო და ხშირად იხსენებენ ამ ეთერს განსაკუთრებით, როდესაც თქვენი Facebook Live-ის დროს თქვენ ახსენეთ, ეს ახსენით, რომ გაქვთ კომუნიკაცია კეზერაშვილთან. ეს ამ ადამიანის მიმართ მე პარტიაში არის ამ თემაზე, ანუ რამე ასთა სხვადასხვა არა ძალიან ბანალური ფრაზა არის. ყოველ შემთხვევაში ის ადამიანი და ის ჯგუფი, რომლებიც ხრებით მოიტანეს ეს პარტია არის მართლაც წარმოუდგენლად კარგი ხარისხის ურთიერთგაგება. რა თქმა უნდა, ცვლილებები იყო და ცვლილებები იქნება, ყველა დონეზე შესაძლებელია ცვლილებები მოხდეს, იმიტომ რომ შენ უნდა გაინტერესებდეს პოლიტიკა. ეს არ არის სამსახური, შენ სადაც ხელფასს გიხდიან. ეს არის ბრძოლის ველი, სადაც შენ ძალდატანებით ვერ გაგაჩერებ. შეიძლება შენ დამსახურება გქონდეს 10 წლის წინ ამ პარტიის წინაშე, მაგრამ დღეს შენ თუ შედეგს ვერ დებ და ახარ ეფექტური პარტიაში უნდა დარჩე, რა თქმა უნდა, მაგრამ ახალგაზრდა ადამიანს დაუთმო ან უფრო ენერგიულ ადამიანს, იგი უფრო აი კონკრეტულად მიპასუხეთ და დაგემშვიდობთ. დათო კეზერაშვილს, დიახაც, მე დათო კეზერაშვილის მიმართ მქონდა და საჯაროდ მაგას თქვენივე გადაცემაში თქვი ის რა თქვი, ას თუ ისე სასიამოვნოდ მოიხსენია რბილად რო თქვა, ხომ? ციხიდან გამოსვლის შემდეგ, დიახაც, მე როდესაც კიევში ჩავედი მიხეილ სააკაშვილის სანახავად და მე ის ნანახი არ მყავდა მაშინ დაახლოებით
წლის განმავლობაში თუ პასპორტი არ მქონდა, აი კიევიდან მე სხვა ქვეყანაში გადავფრინდი და შევხვდი ამ ადამიანს დათო კეზერაშვილს, თუმცა შეხვედრა როდიახაც რა თქმა უნდა რომელთანაც შეხვედრა ჩვენთვის ადვილი არ იყო ადამიანურად, მაგრამ მისთვის კიდევ უფრო რთული იყო. მე მქონდა კითხვები მასთან დაკავშირებით, რადგან მივიღე მართლაც დამაკმაყოფილებელი პასუხები, თუმცა ნათელი ჩვენთვის მოფენილი იყო ამ საკითხის გარშემო, იმიტომ რომ უკვე ტელეკომპანია ფორმულა იყო დაფუძნებული და აშკარად ჩანდა რომ ადამიანი მის თავის ასე თქვათ რესურს ახმარს დემოკრატიული ძალების გასაძლიერებლად და მედია მოკლედ რესურსის გასაძლიერებლად ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის, მაგრამ მივიღე პასუხები კითხვებზე, რომელიც მივიღე არ ვაპირებ და თქვი ქექვას წარსულში თუმცა დიახაც მე ვაპირებ ამ ადამიანთან თანამშრომლობას და არა მხოლოდ მასთან ბიძინა ივანიშვილი იმდენად დიდი ბოროტება არის არა როგორც უკვე აღმოჩნდა მხოლოდ საქართველოსთვის არამედ უკრაინისთვისაც და თავისუფლებისთვის დიახაც მე ყველასთან ვაპირებ თანამშრომლობას და ის ნიაღვარი რომელიც მათ შორის დათო კეზერაშვილის წინააღმდეგ ახლა ყურს ვადევნებთ ხო მიმდინარეობს თქვენ ხარ გუნდეთ ეს შემთხვევით ხდება ესეც ხომ ხელოვნურად და რატო გეტყვით არ არის აქ დასამალი პარტნიორობა ნიშნავს როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ და ბიძინა ივანიშვილი როდესაც შენ პარტნიორდები სხვადასხვა ადამიანებთან და ეს წრე ფართოვდება უფრო სუსტდება და შენ ძლიერდები და ბიძინა ივანიშვილის ახლა სურვილი არის რომ ჩვენ რა თქმა უნდა წრე პარტნიორობის ქალბატონ ნინოს ველოდების სტუდიაში ბოდიშით მას წავართვით ცოტა დრო მადლობა ნიკა ძალიან დიდი მადლობა